დღე და ღამე მშვიდობისა, სოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორიას გაგვაცნობს თვითგამოცხადებული ისტორიკოსი გიორგი ჯანელიც. გიორგი, მოგესალმებით. 90-იანების ფეხბურთზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავიგებთ, რო არა 99 წლის სოფლიო მოვლენები თუ არ გავიარებთ. გავიაროთ. ამ წელს საბჭოთა კავშირი გამოდის ავღანეთიდან, ესე დავიწყოთ რა. გამოდის იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისი აქვს, ხელფასების დარიგება უჭირს ესა და ეს არა მარტო საბჭოთა კავშირზე აისახა, არამედ სოცბანაკზე მთლიანად. ამიტომ სოცბანაკში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობები. კიდე ცოტა უფრო უკან თუ წავალთ, ამ დროს რომის პაპიც სოცბანაკიდან არის მოიტალა იოანე პავლე მეორე, ხო. ჯერ მოდი ერთი ისეთი ისტორიული დაბნეულობა გავანათოთ, რომელიც კარგია. მე მიყვარს განათებები. ხო, ბერლინის კედელი როგორ დაინგრა შენ თუ იცი? ფიზიკურად ან გაინტერესებს თუ ქვეტექსტები. ხალხი მივიდა დაანგრია. ხო? ხალხი რა, ადამიანის ხელი ერია ამაში. ხალხმა დაანგრია და მე მეიყვანეს ტექნიკაც. ოღონდ ხალხ. მაგრამ ამას წინ უძღოდა რა ხან ესენი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ვალები იზრდებოდა იქ. სხვა სოცბანაკის ქვეყნებშიც უკვე რაღაცა მიდიოდა ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ რაღაცა ღონისძიებები. უნგრეთმა ბრახტა გამოაცხადა ავსტრიასთან ხსნით საზღვარს. ავსტრია კაპიტალისტური ქვეყანაა, უნგრეთი სოციალისტური. ეს ნიშნავდა, რომ იმ კედელმა საერთოდ დაკარგა აზრი, იმიტომ რომ გერმანს შეუძლია გავიდეს უნგრეთში და გადავიდეს ავსტრიაში და გადმოვიდეს მერე სადაც უნდა. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კერძოდ. ეს ხდება 10 სექტემბერს 99 წლის. ერთი თვე ესენი დაბნეულები იყვნენ, ორივე ქვეყნის მთავრობა, ფედერაციული გერმანიისა და დემოკრატიულისა და რაღაც სისულელე განცხადებებს აკეთებდნენ, რომელიც ხალხმა ვერ გაიგო, რა უნდათ. ერთ დღეს ამბობდნენ, რომ ისა მშვიდობა, მეორე დღეს ამბობდნენ, რომ დამპალი კაპიტალიზმი და ისა სისხლიანი კომუნიზმი, ისა და ამ ხალხმა რო ვერ გაიგო, 9 ოქტომბერს მიადგა თვითონ დაანგრია ეს კედელი. ეს ხდება 9 სექტემბერს. ამას მოყვა, რომ ახალ წლამდე აღირავდა ყველა რეჟიმი თითქმის რა, აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტურად იყო პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი და ბოლოს დამთავრდა იმით, რომ რუმინეთს ჩაუშესკუ დახვრიტეს. ყველა არ გაუმართლა იუგოსლავიას, აქ ომი იქნება, მაგრამ მერე, მსოფლიო ჩემპიონატის მერე. მოკლედ, ესეთი სიტუაცია აქეთ. თუმცა იქითაც არ არის ნაკლები კაპიტალისტურ სამყაროში, ამ დროს არის საფეხბურთო ხულიგნობის ბუმი. ანუ ინგლისელი ფანები ყველას აზიზღებენ თავს და აზიზღებენ მასპინძლობას ნებისმიერი ღონისძიების. ამ დროს მაგათ აკრძალული აქვს კლუბებს ევროტურნირებში გამოსვლა 5 წლით. ამას დაემატა, რომ იქ სტადიონებზე ბორნმუთში ხანძარი გაჩნდა, ხალხი დაიღუპა იქ. მერე ჭყლეტა იყო, მერე მაგ დროს დასადგომი ადგილებია ჯერ. და იქ რაღაცა კულტურა იყო, რომ ხალხი ჩამორბოდა გოლის მერე და კედელი ჩამოინგრა და რაღაცა უბედურებები და 90-ში ინგლისის ჩემპიონატში გადაწყვეტეს, რომ პირველი ორი ლიგა ყველა სკამი უნდა ყოფილიყო იმის ინდივიდუალ. ეს მაშინ შემოვიდა. და ამან უშველა სხვათა შორის. იმის მერე ხულიგნობები გაჩერდა. ასეთი ამბავია ჩემპიონატის დაწყების წინ. გაიხსნა ჩემპიონატი კარაკალას აბანოებთან, მეც მახსოვს, 3 ტენორმა იმღერა, ხო? იტალია 90-ზე ლაპარაკი. ხო, 90-ზე მერე ჯანანანინი და ერთმა კაცმა იმღერეს, მე ორივე კაცი მეგონა. ნოტი მაჯიკე, ანუ ჯადოსნური ღამეები. ახალი თაობის გულშემატკივარს შეუძლია ეს სიმღერა ორ ენაზე ნახოს YouTube-ზე, იტალიურზე და ინგლისურად და ორივე ენაზე და ისიამოვნოს. კი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და კარგი ჰიმნი არის მსოფლიო ჩემპიონატებში. ჩემთვის ერთადერთი
ჰიმნია, რომლის ტექსტიც ვიცი. იმას გადათარგმნე და არა, ადვილი ტექსტია, ნოტი მაჯიკე. მოიცა YouTube-მა არ დაგვასტრაიკოს. ნუ მღერი ხა. უნესტრატე, ნუ როგორც არის. ხო. იტალია, იტალია, კი. და გიტარით და ასე შენ. ჩვენერი ჰიმნი. ხო, აქ გამოჩნდა უკვე კამერუნის ნაკრები. ამ საზღვრების გახსნამ გამოიწვია უკვე აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელები, რომლებიც მანამდე ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, გაპარულიყვნენ, დარჩენილიყვნენ და ასე შემდეგ. დასავლეთის ქვეყნებში ახლა უკვე გადადიან. მაგალითად, იყო ესეთი ფეხბურთელი, მაგალითი რომ მოვიყვანოთ, რადუჩო, რუმინელი გახსოვს, $1000 ქონდა წელიწადში. ბუქარესტის დინამოში და იქით რო გადავიდა 400,000 ქონდა ბარიში და ბარი არ იყო ხა. ხო. რამეთი გამორჩეული გუნდი ხან სერიაში იყო, ხან ბეში. შეთაშორის ბარის აქ სკანდალიც უკავშირდება 90-ს ჩემპიონატზე. იტალიამ ააშენა ახალი სტადიონები. იმის მერე არც აუშენებია. ერთი ტურინის სტადიონი. იუვენტუსის ახალი სტადიონი. ხო. და აღმოჩნდა რომ ბარი რომელიც არაფრით გამორჩეული გუნდი არ იყო, მესამე სტადიონი აღმოჩნდა ესე დიდით და კომფორტით. და ეს ჟურნალისტებმა დაუკავშირეს იმას, რომ ბარის პრეზიდენტი იყო ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე. ბარის მერი. არა, საფეხბურთო კლუბი. ხო. ამ დროს ხდება იმის რეკონსტრუქცია სან-სიროსი და უკმაყოფილოები არიან ფანები, იმიტომ რომ მზზე აღარ უდგებაო თუ რაღაცას დააშენეს. მზზე აღარ უდგება. რა, შარზე თუ ხარ. კომუნალი ტურინის სტადიონი, იქაც უკმაყოფილო იყვნენ, იმიტომ რომ ბილიკები რა თქვინდოდაო. მაგრამ ძალიან უკმაყოფილი იყო მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, რომ ზარბენი ადგილი გვექნებაო. და ნუ იტალია რა იქ აფლანგეს ისა, მაგრამ მე დათვლილია ეს ყველაფერი, რომელიც ჩემპიონატზე რა არის მოპარული. კომუნალი თუ დელიალპი? არა, დელიალპი მერიაში. მერიაში. და აღმოჩნდა რომ 78-ის არგენტინაშია ყველაზე მეტი ფული მოპარული მშენებლობებს. ასე რომ იტალიამ ვერ აჯობა რა. აქ ისე ის არის რა, ვისკენ იყავი შენ ამ ჩემპიონატზე? ამ ჩემპიონატს სიმართლე რო გითხრა პირდაღებული უყურე ყველასკენ მიყავი. ყველა მომწონდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე დაბალშედეგიანი ჩემპიონატი. ხო, გოლების ამბავში. გოლების ამბავში და ამ გოლებში დაბალშედეგიანობას მე მოყვარო FIFA-მ შეცვალა წესები. მაშინ გაუქმდა მეკარისთვის მიბრუნებული ბურთის ხელში აღები, მანამდე შეეძლო და მე აღარ შეეძლო. მაშინ მოიგონეს რომ გვერდითი მსაჯია და არა მთავარი მსაჯი რომელიც არ დანიშნეს. ანუ ცალკე პროფესია გახდა. და ასე შემდეგ რა. ხო, ჩემთვისაც ისეთი იყო რა, ბევრი რამე ვნახე პირველად. კი, ნუ ეს არის ახლა კიკინიანი ფეხბურთელი და გულიტი და ვამბასტრენი და თან ჰოლანდიის გულშემატკივარი უკვე ვიყავი, იმიტომ რომ 90-ში ჰოლანდია ევროპის ჩემპიონი იყო. ხახტა და ის გახსოვს რა ვალტერ ძენგას რო კუდი ქონდა და სწორად აუ მაგაზე გავნიშდი რომ ჯერ კუდიანი ფეხბურთელი წარმოიგდა მე ეს კუდი რაღაცას აკეთებდა მოიცა უკაჩადი 90-ში იყვნენ ეგენი გულიტი და ვამბასტენი და კი კაცო ხო ოღონდ ორივეს ტრავმა ქონდა მე როგორც მახსოვს კაი ეხლა მივიდეთ თავარ გმირებზე მარადონა რა შვება მარადონა ხო მარადონას სიტუაცია დამძიმდა. მკურნალი ექიმის ტექსტი არის. 96-ის მერე დამძიმდა, იმიტომ რომ შვილმა შეუსწრო საბაზანაში, როცა ეს ცდილობდა რაღაცა ნარკოტიკი მოეხმარა და იმდენად განიცადა და შერწყვა, რომ არგენტინაში წავიდა თავის მშობლების სახლში, სოფელში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი. მე იქ დააბრუნეს არგენტინულ გუნდში, ისა, მაგრამ დიდი ის არ ქონდა. გამოცდილება სათამაშო და პრაქტიკა. ხო, მაგრამ ნუ ახლა მარადონა იყო და წამოიყვანეს, რა თქმა უნდა. ამ დროს გამოჩნდა ენტონი გოიკოეჩია, გახსოვს? კი, მეკარე. რომელიც გახდება ვარსკვლავი ამ ტურნირის პენალტების მოგერიებები და ესა და ის. თუმცა
მაგის წაყვანას მაინდა-მაინც არ აპირებდნენ. იმიტომ რომ კოლუმბიაში თამაშობდა. და კოლუმბიის ჩემპიონატი მაგ დროს გაჩერებული იყო ვიღაცებ დახოცეს. ხო, მიდი. მე ხო მიგაჩვია მიჩირო. თანახმავს სიკვდილი. ამის გარეშე არ არსებობს ფეხბურთი. და ბოლო მომენტში პუმპიდო დაიმტვრა საბჭოთა კავშირთან რა. თავარი მეკარე. და დადგა ბოიკოეჩია და მე იდგა ყველა ჩემ კლასელ გოგოს უყვარდა. სიმპათიური არგენტინელი ბიჭი გამოჩნდა დონი ბოიკოეჩია. არც ისე სიმპათიური შეიძლება თანამედროვე, მაგრამ მაშინ რახან უნახავი ვიყავით მთელი აღმოსავლეთ ევროპა. ბოიკოეჩია შეუყვარდა. აქ გამოჩნდა უცნაური კაცი ამ ჩემპიონატზე. ვლადიმერ ნეპომნიაშჩი. იყო ერთი ესეთი საბჭოთა მწვრთნელი, უფრო ფიზკულტურის მასწავლებელი, რომელიც ერთი წელი იყო აშხაბადის კოპეტდაგის მწვრთნელი და ეს ის ეპოქა დაიწყო, ყველაფერი დებილობა რო იცის. თან აქ ერთი წელი რამდენ გვარს და ადგილს სიტყვის ახლა უცნაურს. მიდი და ეს აშხაბადის კოპეტდაგი მე მახსოვს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მაგ დროს ქუთაისში ცხოვრობ, ტორპედო გავარდა ჯერ უმაღლესი ლიგიდან და მე პირველი ლიგიდანაც და მეორე ლიგაში 9 ზონა იყო საბჭოთა კავშირში. რეგიონული პრინციპით და აქეთ თამაშობდნენ კავკასიის გუნდები, ჩრდილო კავკასია და ყველაზე შორეული გუნდი იყო ელისტას ურალანი ყალმუხეთიდან რა. ჯერსად მომავალში ეს მსოფლიო სპორტს აჩუქებს ეს რეგიონი კირსანი ლუმჟინოს ფიდეს პრეზიდენტს ჭადრაკის პრეზიდენტს ის მილიარდერს ბუდისტს და თავისებურ ადამიანს. ცოტა ხანი შევისვენოთ. მიდი. ეხლა ხო და ეს კაცი ერთი წელი რო იყო იმის მწვრთნელი კოპეტდაგის მეორე ლიგაში, წარმოი მეორე ლიგის მეხუთე ზონაში, არ ვიცი რომელ ზონაში. ჩვენ ვიყავით მე-9 ზონა კავკასია. ტორპედო მანდიო. ყალმუხეთთან ერთად. ელისტას ურალანი იყო ეგეთ, ეხაც არის. და იქ იყვნენ საქართველოს ბევრი გუნდი ყავდა მან, სომხეთს ერთი თუ ორი, აზერბაიჯანს ერთი და ჩრდილო კავკასიელები უფრო ჩვენ და ის ურალანი. და კიდე ერთი გუნდი იყო კამიშინ, არა, რომელზეც ახლა არ ვისაუბრებთ. ხო, არ ვინ. უბრალოდ უცნაური ის ხო ქალთა ქალაქი იყო და კაცთა გუნდი ყავდა ფეხბურთში. ქალთა ქალაქი რას ქვია? საფეიქრო ქალაქი იყო და 80% ქალები ცხოვრობდნენ. არის რუსეთში ესეთი ქალაქები. ხო და ამ კოპეტდაგის მწვრთნელი წავიდა კამერუნში. რაღაცაზე მეიწვიეს იქ ახალგაზრდულ რაღაცად, მაგრამ რო ჩავიდა ამასობაში მწვრთნელს ფული არ მისცეს იქ თუ რა გაიქცა და ბარე მწვრთნელად დანიშნა. ხო, ვინ ახართო ისაო? სპორტთან კავშირი ვისა გაქვთო? აწი ამან ხელი. ხო, ეს კამერუნი უნდა გამოვიდეს სოფლიო ჩემპიონატზე. მოიკითხა ფეხბურთელები მე მყავთ, უთხრეს ის საფრანგეთში ყავს, ეს აქ ყავს, ეს ყავთ, ეს ყავთ და კიდე ერთი კაცი ყავდა როჟე მილაო, რომელიც 38 წლის არის, მაგრამ სად არის არ ვიცით. და იწყეს ძებნა და რეიუნიონზე მეაგნეს საფრანგეთის ზღვის გაღმა ტერიტორიაზე რაღაც კუნძულზე. თევზაობდა. არ ვიცი რა შეებოდა და ამან თქვა არ მინდა ვერეთი კაცი ფიზკულტურის მასწავლებელი იყო ისეთი მორბენადი ხალხი უნდა და მაგრამ კამერუნის establishment-ს ახსოვდა მაყურებელს და მოითხოვა ყალმუხეთიდან establish-მდე ესეთი ეპიზოდი იყო. და მოითხოვეს ისე რომ პრეზიდენტზე იყოს ზეწოლა. ის კი დიქტატორი იყო და ზეწოლების მოგერიება კი იცოდა, მაგრამ ბარენ ხალხს თუ უნდა რამეს გავაკეთე ჩემპიონები მაინც ვერ გავხდებით და ხალხი რა მაგაზე რატო ვაწყენინო უკვე 22 კაციანი განაცხადია და იყოს ესეც. და ეს როჟე მილა წამ დაუძახეს. და მიცეს კაი 10 ნომერი. 10 ნომერი მიცეს ნომერი არ მახსოვს. 10 იყო. და ეს ხდება ერთ-ერთი ვარსკვლავი და საყვარელი პერსონაჟი ამ ჩემპიონატის 38 წლის ასაკში და რაც ყველაზე საოცარია შემდეგ ჩემპიონატში 42 წლის კიდე უკეთი თამაშობს. და გარდა იმისა რომ კარგად თამაშობდა და რაღაცნაირად თან
საყვარელი ჰაბიტუსის კაცი იყო. გოლები ჰქონდა. ისე მაგის ცეკვა იყო ისა, ხო? აი ეგეც ერთ-ერთი პირველი იყო, რაც ნახე, თურმე გოლის მერე შეიძლება ადამიანმა იცეკოს. იცეკოს და არ დაიჭიროს პოლიცია. ხო, და არ გავამძღოს იმან პარტიამ. ხო, იმიტომ რომ ეს საბჭოთა ბანაკისთვის უცხო იყო. ბურთის ჩატენო არ შეიძლება კალად ბურთში მაშინ. ხო. რომ ის არ დაზიანა ინვენტარი. ცეკვა არ ვიცი რა საზიანებდა. ნუ კუთხურის ალამთან ცეკვა და ესე გახსოვს? ხო. საბჭოთა მოქალაქეს არ უხდება ზედმეტი ემოცია. ისიც საკმარისია ტრუსით რომ დარბის. ხო. უი, ტრუსზე გამახსენდა. ეს უნდა იცოდეს ჩვენ მომაყურებელი. კი. 86-ზე რო ის ლოთების გუნდზე ლაპარაკი. დანიაზე. ხო, ის 84-ის ევროპაზეც გამოჩნდა და იქ პენალტების სერია მოუწიათ და ამ დროს შორტი გაეხა თამაშისას ელკიარის. და პენალტს უტყავდა ტრაკი უჩანდა. ეს ცნობილი ფაქტია. ეს მართლა უნდა ვიცოდეთ. ხო არის ფეხბურთის ხალხი, ვისაც მრავალმხრივი ისა ვარსაცია ინტერესი. ხო. მოკლედ ამ მარადონა მატრია ახაც ფინალამდე, მაგრამ ბილარდოს ახლა ეშინია ხო იცის ვინ ყავს გუნდში რა. ამ ჩემპიონატის იმერ თვეშიც მშვიდობიანად არ არის მარადონა ძმა დაუჭირეს სიჩქარის გადაჭარბებაზე და რომ დაუჭირეს იმან რა უთხრა პოლიციელებს, არ ვიცი ბაზაზე მიახენა. ეს ხა გამოიწვია ქაოსი აქ ზოგი გუნდელი გავარდა პოლიციის საცემად და ეს სკანდალია. არგენტინაში კი არ ხდება თან. ხო, იტალიაში. და 10-10 ნახევარფინალში ხვდებიან იტალიას და თამაში არის ნეაპოლში. აი ფილმის სიუჟეტი შემოვიდა ის. ხო, აქ კიდე ერთი მითი შემოდის, რაც ხალხში არის ზოგ ხალხში. გავრცელებული რომ ნეაპოლი იყო არგენტინის მხარეს, მარადონას გამო. ეს სიმართლე არ არის. შენ როგორ იცოდი? მასე ვიცოდი. არ არის სიმართლე. იმიტომ რომ თვითონ ნეაპოლშიც ხო იყო განწყობა, რომ ჩვენ ვართ ნეაპოლელები და არა იტალიელები. ეხა გეტყვი. ეგ განწყობა მარადონამ სცადა დაეთესა. წინა დღეს მიმართა ნეაპოლელებს, რომ თქვენო იტალიელებიო, წელიწადში 364 დღეო არ გთვლიანო იტალიელებად, ნეაპოლელებსო და მეო 365 დღე ვარ ნეაპოლელი. მაგრამ ამან არ იმუშავა. იმიტომ რომ მეორე დღეს გამოჩნდა ბანერი, რომ დიოგო ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ იტალიელები ვართ. ხო და არა მარტო მაგ თამაში არ იყვნენ არგენტინისკენ, არამედ ფინალში რო გავიდნენ იტალია გავარდა, იქ პირდაპირ ზიზღის გარემო დახვდათ ფინალში. იმდენად ზიზღის გარემო, რომ წვრთნელი ბილარდო ფიქრობდა, რომ ჰიმნი ხო არ შევამოკლო. რო დიდხანს ტვენაზე არ იდგნენო ჩვენ. მის სამღერი ამოვიხოთ. ხო, აი რაღაცა. მაგ დროს არ ვიცი, ექიმები და ისინი ყველას აქვს ფსიქოლოგი, მაგრამ მუსიკალური არანჟირების ოსტატი. სინთეზატორიანი კაცი. რა მოიღოს ახლა? შესავალი თუ ისა. ხო, მარტო მუსიკალური პოეტიც უნდა. შეიძლება რომ ორი სტროფი გაერთიანოს ერთში. ხო, ნუ რაღაცა ისეთ ნიჭიერი კაცი გჭირდება, რომელიც პასუხს აგებს. ხელოვანი. წვრთნელი ხარ, ფინალი გაქვს ათამაშო. არ მაფიქრო ახლა იმის შემოკლებას. და ეს იყო ნაკლებად სანახაობრივი ფინალი. კი. პენალტით მოიგო გერმანიამ ანდრიას ბრემეს. ეს ბრემემ გაიტანა. განაპირა მცველმა. კი ბატონო, 3 ნომერი იყო. და მე ის კადრები თუ გახსოვს, ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი ბეკენბაუერი როგორ დადის ბედნიერი და ჩაფიქრებული პირით ხასთან. შუა მოედანზე. მე იქაც ისედაც. ხო. სხვათა შორის გერმანიას მაშირა ფორმაც ეცვა. ხო. თითქმის იგივეაც ხო ამ ჩემპიონატს. ეცნევა? ახა ხალხო ინტრიგა. ახალო ფანებო. აი ესეთი პოზიტიური კუთხითაც შეგვიძლია დავინახოთ ფეხბურთი და არა ისე რომ ჩამოინგრა ქალაქი. ლაპებო, ლაწირაკებო. სიყვარულით. ხო და მაშინ უკვე მედალს აძლევდნენ ყველას. ხო. წვრთნელსაც.
ბეკენბაუერმა თავისი მედალი აჩუქა ნირს ბახს, იყო ესეთი კაცი. ფუნქციონერი. ფედერაციის, რომელთანაც ერთად მე შარში გაეხვევა ეს ორი. მედლის გამო? არა. 2006-ის მასპინძლობის გამო მოისყიდიან ვიღაცას ეს ორი. ხო და რატო აჩუქა? განმარტება რა იყო? ჩემი მედალი არასაც მინდა იმას უზავ გასაგები. ჩათვალა რომ ღირსი იყო, იმას ბევრი საქმე ქონდა გუნდისთვის გაკეთებული. მაშინაც არ იყო გერმანია ესეთი შემადგენლობით, რომ გეთქვა, რომ დაანგრევს ყველას, მაგრამ თვითონ მოხდი იყო ისეთი გერმანია ახალი გაერთიანებულია. ხო. ცოტა წესრიგი უკვე შეიმჩნეოდა. ხო, ცოტა ერთმანეთის უცხოვებად და რაღაცა უნდათ. ფიოლერი იყო, კლინსმანი, მათეუსი არის და ხო, მათეუსი უკვე კაპიტანი იყო, კი. მათი ნომერი. ლოთარი. ხო. მიულოცოთ გერმანიას და წავიდეთ 94-ში. 94-ში უკვე ფეხბურთი ხდება მსოფლიო მოვლენა. აქვე ვთქვათ, რომ 78 იყო პირველი წელი, როცა 100 გუნდზე მეტი მონაწილეობდა შესარჩევში. 94-ში უკვე ყველა თამაშობს ფეხბურთს, უამრავი ფულია ფეხბურთში და ამერიკაში თან ფულის ქვეყანაში. ხო, სხვადასხვა 90-ის სოფლიო ჩემპიონატზე ვეზიარე პირველად ინგლისურ ენას. საღეჭირეზინი გამოდიოდა ფინალ 90. და მან დავიწყე გარჩევა იმის ინგლისური ასოების რა გვარები ამომეკითხა. დასაევიც იყო. ხო, რენატ დასაევი. და როგორც იქნა ფეხბურთი ჩადის ამერიკაში 94 წელს. ცოტა უკან დავიხიო. ამერიკულ ფეხბურთზე რაღაცა ხომ უნდა. კი. 70-იანებში აქ იყო პატარა ბუმის მცდელობა, პელე ჩაიყვანეს, ბეკენბაუერი და ვიღაცები, მაგრამ ნელა 85-ში ორი გუნდია დარჩენილი. თან ის არ ვიცი გაქვთ რა ნახი, ხატრული ფილმებიც წამოვიდა ფეხბურთზე, სადაც პელე თამაშობს. ხო. პელე და სტალონე რო თამაშობენ, გაქვთ რა ნახი. ხო, ეგ 70-იანი. სხვადასხვა პელე უფრო კარგად თამაშობს. და სტალონე ისეთი არის რა. პელე უფრო კარგად თამაშობს, მაგრამ ამერიკელი მაყურებლისთვის შეიძლება ის უფრო კაი ის არის. ხო, სტალონეს მიმართ სხვა სიყვარული. ერთი და ამერიკა და ფეხბურთი ცალკე ის არის რა. ხო. ვერაფრით ვერ გახდა პოპულარული მეოთხე სახეობაც კი. კი, მართალი. პირველ სამს რო თავიდა. ხო. და ვერც მეხუთე. მოკლედ ამერიკაში უნდათ რომ რაღაცნაირად ფეხბურთი მოქოქონ, როგორც გითხარი კისინჯერს და არ ბენინებენ აქ-იქ, მაგრამ 86-ში ვერა, 90-ში არა და 94-ში ჩავიდა და მართლაც აქ ბევრი ფულია, დიდი ზეიმია, ხალხიც ესწრება და 96-ში MLS-იც მოიქოქება, რომელიც ხა უკვე მესი თამაშობს. კი. ხო. დავიწყოთ შესარჩევებით. აქ ვერ გავიდა ინგლისი და საფრანგეთი. ინგლისი ჩატოვა შენმა ბიჭებმა და ნორვეგიამ. საფრანგეთი გასული იყო თითქმის ორი თამაშიდან ისრაელთან და ბულგარეთთან ქონდა დარჩენილი და ვერცეთი ვერ მოიგეს. ისრაელთან იგებდნენ და გაათანაბრისიმად და ბულგარეთთან სულაც წააგეს და მე აღმოჩნდა რომ გოლები ვინც გაიტანა კოსტადინოვი იმას საფრანგეთში შესვლის უფლება არ ქონდა თურმე რაღაცა სავიზო დარღვევა ქონდა და მულუზის გამშვები პუნქტი შეაპარეს ბულგარელმა ფუნქციონერებმა ეს კოსტადინოვი მე საქართველოს ნაკრებთანაც შემოვა შეცვლას და ორ გოლს გაიტანეს ემილ კოსტადინოვი ემილი კი და ვერ გავიდა ინგლისი საფრანგეთი ვერც არგენტინა ვერ გადის პირდაპირ ვერ გავიდა და ავსტრალიასთან უწევს პლეი-ოფი ამ დროს ვინ უნდა გაგახსენდეს მარადონა რომელიც არ იყო შესარჩევში და უარესი ხდება პლეი-ოფამდე თუ პლეი-ოფის მერე ხდებიან კოლუმბიას არა პლეი-ოფ და 5-0 წააგეს სახში ამან გამოიწვია მასობრივი ყურების ჩამოყრა არგენტინაში და პირიქით კოლუმბიაში ხო და დააბრუნეს ისა ესე გორმაჩიანი ის იყო ავსტრალიასთან და მარადონამ უშვედა იქ პასი გააკეთა ესა და გავიდა
არგენტინაში და იმაში სოფლიო ჩემპიონატზე. გადავიდეთ კოლუმბიაში, რა ხდება? კოლუმბიას ამ დროს ყავს კარლოს ვალდერამა, ძალიან ეგზოტიკური ვარცხნილობით და კარგი ფეხბურთი. ხო. ყავს რენე იგიტა, რომელიც მერე გამოიჩენს თავის მორიელის აღებით. ამ ჩემპიონატზე ეს არ იქნება, არც არგენტინასთან 5-0-ზე არ იყო, იმიტომ რომ მე რომ მიყვარს ისეთი ამბავი იწყება. აბა კარლოს ესკობარი გაიქცა ციხიდან, ესე იწყება. და ჭირდება ნაღდი ფული. ფეხბურთის ისტორიას საიდან იწყება? გაიტაცა ვიღაცის გუგუ. ხო. ითხოვს გამოსასყიდს. ნაღდი ფულით. ხო, ნაღდი ფული ჭირდება, თორე ისე რაღაცები აქვს დაბანდებული და მიწაში დამარხული. და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ ამ იგიტას გუნდის პრეზიდენტს ადრე დაეხმარა ვიღაცა კოლუმბია რა. ესა და რაღაცა იგიტას თხოვეს შენ მიიტანე ეს ფული. მიიტანა ამ ფული გოგო გამოუშვეს, ეს იძახდა რომ ისა ბავშვის გადასარჩენა თქვენიო, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ის გოგო რო გამოუშვეს $64,000 აჩუქა მამამისმა და ეს ამბავი გავრცელდა და საქმე აღუძრეს, არ დაიჭირეს, მაგრამ იმას დაემთხვა რა, აქ არის. თუმცა აქ იყო ანდრეს ესკობარი. ხო. თუმცა ჯერ სანამ მივალთ 5-0 რომ მოიგეს არგენტინას, აქ არის ეიფორია და ხელისუფლებამაც დაინახა შანსი, რომ კოლუმბია ამ დროს ყველასთვის პირველად სახსენდება ეს არის ნარკოკარტელი, ნარკოქვეყანა და ამ კოლუმბიამაც ისე როგორც ისტორიულად ადრე ბევრმა დაინახა შანსი ხელისუფლებამ რომ მოიხსნან ეს. ხო, ეს გააკეთილშობილონ იმიჯი. და დანიშნეს მატურანა, ისეთი მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთელებს მოთხოვა კოსტუმები ჩაიცვითო, ბომჟებივით ნუ დადიხართო. რაღაც დისციპლინა დაამყარა და იმედი აქვს რომ ამ ჩემპიონატის შედეგთან კაი ფორმაში არის. შედეგების მერე კოლუმბია გახდება უკვე სხვანაირი ქვეყანა, მაგრამ მოხდა პირიქით. იქ ამ ანდრეს ესკობარმა თავის კარში გაიტანა გოლი და უკან რო ჩავიდა მოკლეს ნარკოკარტელმა. და ანუ ეს იმიჯი გამძაფრდა. იქვე არ თვითმფრინავთან არ მოკლეს? არა, სადღაც ბარში ჩავიდე, სამშობლოში. ხო, მაშინ ჩემამდე უფრო გამძაფრებული. ხო, თუმცა თვითმფრინავა მთელი ეს პერიოდი ვიღაცები მიდიოდნენ და იმაშვებოდნენ. სპოილერებდნენ რომ მოკლავთ. ხო, ნუ კაისრას ეტყობდნენ. გახსნის ცერემონიალზე თქვათ ერთი-ორი სიტყვა, ბილ კლინტონი, ჯესიკა ლანგი, დაიანა როსი და ვიღაცები მონაწილეობენ, ოღონდ ფეხბურთი უცხოა, დაიანა როსი მცარიელ კარს ააცილა და რაღაცა ესეთი საშინელებები ხდება, მაგრამ ლამაზად. წილის ყრაზე პელე არ დაპატიჟეს. ეს ფეხბურთის ვიღაცები მე რომ მეუნებიან ფეხბურთის ვიღაც კონკრეტულ ფეხბურთის პატივს არცემ თვითონ ფიფა ხო მაგრაცემ პელე არ დაპატიჟეს წილის ყრაზე, იმიტომ მანამდე პელემ კორუმპირებული უწოდა ვიღაცას ფიფას ჩინოს და ბრაზილიას. აქაც თეთრი ფორმის აქაც ვერ ავწდით. კარგია, მიდი. იტალია, ირლანდია გამოვიდნენ თეთრი ფორმით. და აღმოჩნდა რომ იტალიას მართლა ეკუთვნოდა. ეს ცოტა უცნაურია, იტალია როგორც წესი სკვადრა აძურა და ლურჯი თამაშობს, მაგრამ ამ შემთხვევაში იტალიას ეკუთვნოდა და ირლანდიელებმა ბუზღუნით გამოიცვალეს და ერთმა ფელანმა იმ ფოტოზე დააგვიანა, 10 კაციანი ფოტოა ის. უნდა ვიგოდგან არა? თუმცა გამოცვლაში ბავშვი ის არის რა, მაისურს ეცვა და რომ დაეხვევა ხოლმე, ხო შეკრო ვერ ისწავლეთ. და ეგეთ დააც მოდა ბავშვი. მე ისე იყო, რონალდოზე არ იყო ძველზე. თუ ბალოტელი როგორ იწმენდა? როგორ იწმენდა, სანამ არ მიეხმა. ეს იყო პირველი ჩემპიონატი, მე მგონი, რომელზეც უკვე ევროპელები ვათენებდით რო გვეყურებით. ხო, ნუ სხვა გზა არის. აქ გავიდა ერთ-ერთი ულამაზესი გოლი ალბათ ჩემპიონატის ისტორიაში, ალოა ირანმა
საუდის არაბმა, საუდელმა არაბმა გაიტანა. ნიგერია გამოვიდა ისე კარგად ვერ არა როგორც მაგრამ გამოჩნდა. მაგრამ შემდეგი ოლიმპიადა მოიგო. ანუ აფრიკამ დაიწყო დონის ჩვენება. აქ გამოჩნდნენ ისინი. ვინ? ამუნიკე, ამოკაჩი, ოკოჩა. კი, ხო. ეს პერიოდი. ხო. და ნუ რობერტო ბაჯო არის ალბათ თავარი გმირიც და თავარი ანტიგმირიც, იმიტომ რომ მაგან ათრია. ჯერ მოხდა ეგეთ რაღაც მეკარი გააძევეს თუ გახსოვს. ჯგუფის თამაში და ვიღაცა უნდა შეეცვალა მინდვრის მოთამაშე. პალიუკას მაგრამ მარკეჯანი შემოვიდა, გაიყვანეს ეს ბაჯო. გულშემატკივრებმა ატეხეს გინება იტალიაში და საქართველოში მაგდროს ყავთ. მაგრამ სწორი აღმოჩნდა ეს. ხო, ეს თამაში სასურველი შედეგით. და მე ეს ბაჯოს ცოტა ტრავმა ჰქონდა, მაგრამ საკვანძო მომენტში ხან ორი გოლი გაიტანა, ორივე პენალტით, მაგრამ ხან ასე ხან ისე და მეათრია ფინალამდე და ფინალში პენალტებამდე და მე თვითონვე გააფუჭა პენალტი. კი, ეს ამბავი უკვე ყველა მიცის. ეს სევდიანი ისტორია კი. ხო, გახსნის ცერემონია დაჩრდილა. შენ უკვე ხო გიყვარს ესეთი. კი, ინტონაციაზე ვატყობ რომ უნდა დავიძაბო. O.J. Simpsonis საფრიცი მაგ დღეს მოხდა. პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ პოლიცია როგორ მისდევდა მანქანით იმას. O.J.'s ამერიკული იმის ვარსკვლავს. ხო, ამერიკული ისა, ბეისბოლის. თუ ფეხბურთის. მოდი მაგაზე იმასო ჩაწერენ ბეისბოლის ზერელი ისტორია. ხო, ახარ მოგვეთხოვებ ამ ხელასიზოს. კაი და მოიგო არგენტინამ. ეს ბოდი ბრაზილიამ ეს არის ბეტო რომარიო რა. კი. კლაუდიო ტაფარელი კარში. ხო? კარში კლაუდიო ტაფარელი, აქ გვაქვს ფოტო, აი ტაფარელი არის გახარებული და ბაჯო არის სევდიანი. უხერხულ მდგომარეობაში. ბებეტო რომარიო დუნგა ბრანკო. ხო, აქ დუნგა იყო კაპიტანი. აქ უკვე ის არის რა, ბრაზილია აყენებს რკინებს ნახევარდაცვაში, რომ ევროპული ფეხბურთი ამ დროს უკვე ის არის მედიცინა, კვება ესენი უკვე შემოსულია ფეხბურთში და რკინის ბიჭები გამოყავთ ამათ და იმათაც შუაში დაუყენეს ორი რკინა რა. ეს იყო 94 და მივემართებით საფრანგეთში 98-ში და კი ბატონო. სანამ ჩვენ არ გვილაპარაკია ფრანგული ფეხბურთის ისტორიას. რომელიც ასევე საინტერესოა, ჩვენ რო გვიყვარს ყველა მხრით. ერთი ხო ვილაპარაკეთ, ომის დროს რო შეამცირეს ფეხბურთის დრო. 80 წუთამდე რო დაიყვანა ჯიგარმა. მან ყავს მიტოვებული საფრანგეთი და ეხლა ცოტა დაუბრუნდა. მორჩა თუ არა 94-ის სოფლიო ჩემპიონატი, ან შეიძლება მორჩენილიც არ იყო FIFA-ს პრეზიდენტის არჩევნება. ამ პერიოდში აველანჟია და ისევ უნდა რა თქმა უნდა. ხო აბა. მაგრამ ლენარტ იუჰანსონი ესეთი კარგი შვედი კაცი გახსოვს? კი. უმციკულო კაცი, ცდილობს თვითონ იყაროს კენჭი, მაგრამ ამ დროს გამოუგდეს კომპრომატი. უმციკლო კაცი. ხო. რო რაღაცა რასისტულს ამბობდა იმას. სუფრაზე. აფრიკელებზე რა და ყაჩუმდა. აველანჟმა ჩათვალა რომ UEFA-მით მოიშორა, მაცოტა ხნით მართლა მოიშორა, მაგრამ თურმე მთავარი საფრთხე ზეპ ბლატერისგან ელოდებ. ამას მე ჩვენ შემდეგ კონგრესზე თუ არის ნახავთ. და წავიდა შესარჩევები რა. შესარჩევებში ამ დროს უკვე რაღაცნაირად ისე არის, რომ პლეი-ოფში ერთმანეთს ხვდებიან ავსტრალია და ირანი. და ავსტრალია დაწინაურდა იქ ავსტრალიაში, მაგრამ ვიღაცა გამოვარდა პროვოკატორი ბადე გადაჭრა იმის, რა ქვია, კარის. ხო. თამაში შეწყდა და ამასობაში როგორც ჩანს ეს ფეხბურთში მუშაობს. ერთი ეგეთი ხო გავიარეთ ურუგვაის კაპიტანმა, რომ თარჯიმანი მოითხოვა და რაღაცა და
ეიფორია რო გადაიარა, მე ირანმა გაიტანა 2 გოლი და გავიდა ირანი, მაგრამ ირანის გასვლა შარია, იმიტომ რომ ამერიკასთან ერთად არიან ჯგუფში. და პირველი თამაში ორივემ წააგო. ესეთი სიტუაცია გვაქვს. ირანის ფეხბურთი ხო არ მიმოვიხილოთ ისტორიულად ცოტა. ისტორიულად მიმოვიხილოთ. კაი, ცოტა უკან წავიდე. 79-ში ირანში რომ მოხდა ეს ისლამური რევოლუცია და აიათოლები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ თქვეს რომ ფეხბურთი ეს არ არის კარგი. ხო. ხო, ეს არის ადამიანი კარგავს სახეს, ხდება აგრესიული, უფლიანდება და რაღაცა ისულელი ეს და ფეხბურთი აკრძალეს. 99-ში მე რომ მოკვდა ის პირველი აიათოლა და მეორე მოვიდა, იმან დაუშვა. და აი 5 წლის მერე აქ არის რა. ხო, 5 კი არა, 98-ია, 9 წლის. და უნდა შეხვდნენ ამერიკას და ამერიკასთან ამ მომენტშიც ისევე როგორც ნებისმიერ მომენტში ცუდი ურთიერთობა აქვს ირანს და მაშინ იყო ესეთი წესი ფეხბურთში. პირობითი მასპინძელი არსებობს რა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ნეიტრალურ მოედანზეა თამაში, პირობითი მასპინძელია და ვინც არ არის პირობით სტუმარი, ვინც არის, ის უნდა მივიდეს და ხელი ჩამოართვეს. და ირანის ხელისუფლებამ დაურეკა გუნდს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ ხელის ჩამორთმევა. ისინი თუ მოვლენ ჩამოართვით, მაგრამ თქვენ არ მიხვიდეთ. უთხრეს ეს ფიფამ დელიკატურად ამერიკის ნაკრებს. იმან თქვეს, რომ კაი, თქვენ მიდით ხელი ჩამორთვა, ყვავილებიც აჩუქეთ. და აჩუქეს მართლა და მერე პასადენაში დაპატიჟეს. პასადენაში მომ ეხაც იქნება რაღაც თამაში. ამერიკაში ამხანაგურ თამაშზე ითამაშეს და რაღაც საფეხბურთო ის უნდა წამოწყებულიყო რა, რაღაც კულტურული სიტბო ერთმანეთს შორის, მაგრამ მე 11 სექტემბერი მოხდა უკვე 2001-ში და ეს წამოწყება ჩაიშა. ასე ოსტატურად შემოიტანა 11 სექტემბერი. რა გითხრა? ხო. აქ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩნდება ერთი კაშნეიანი კაცი, რომელიც ამ ჩემპიონატზე რაღაცნაირ ქურთსაც დაიხურავს. ეს კაშნე დიდი ხანია უკეთია, თითქმის 11 წელი. და ქუდი სიახლეა. ეს არის ხორვატიის მწვრთნელი ბლაჟევიჩი. ხორვატიაშიც ამ დროს ნაომარი ქვეყანა და პრეზიდენტის ყოფილი დისიდენტი და ესა და იქაც თავისი ჭმუნოები აქვთ. მაგრამ ხორვატია კარგად გამოვა ამ ჩემპიონატზე, თავს დაგვა მახსოვრებს, კერძოდ გერმანიას 3-0 მოუგებს. კი ბატონო. და შუკერი ყავთ და შუკერი ამ დროს რეალში თამაშობს. რეალში ირიცხება, ხან თამაშობს, ხან არა. ესეთი ვარსკვლავები ყავდა მაშინ ხორვატიას გუნდებში იყვნენ, კაი გუნდებში, მაგრამ ხან თამაშობდნენ, ხან ბობანი წეგრე. მილანში. ხო. რობერტ იარნი. პროსინეჩკი, პროსინეჩკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არგენტინაში გაჩნდა აქამდე არნახული პრობლემა. წვრთნელმა მოთხოვა ყველას რომ თმები შეიჭერით. ამ დროს ეს წვრთნელი თვითონ მოთამაშე, როგორც მოთამაშე, ძებიანი ფეხბურთელი. არ შეიჭრა რედონდომ და დატოვეს. არ წაიყვანეს, დატოვეს განაცხადს მე. მოიცა. ორტეგას არ ქონდა? რა, გრძელი თმა. კეთილი ინება და მოიჭრა თუკონ. აქ უკვე მარადონას ეპოქა დამთავრებული ის წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საბერძნეთთან თამაშის შემდეგ დოპინგ ტესტზე ჩავარდა, ამოვარდა ეფედრინი. და ხალხიც დაიღალა. ეხლა უყურე რა ხდება. ამან წარმოადგინა ცნობა, რომ ბრაზილიაში იყიდება რაღაც პრეპარატი, რომელიც ეფედრინს შეიცავს, ამიტომ აკრძაული არ არის. მაგრამ იმდენჯერ ყავდა დოპინგ ტესტი მოტყუებული ამ თავის კარიერის მანძილზე, რომ ხო, აღარ გაჭრა. საზოგადოებრივი აზრი აღარ იყო მარადონას მხარეს. ხო, ეს რო ვიცოდეთ, მარადონა ამის მერე აღარ გამოჩენილა იმაში ნაკრებში. ხო და აქ იყო მე მგონი მოითხოვეს რომ 10 ნომერიო გაუხმოთ ნაკრებშიო. FIFA-ს მიმართა არგენტინა. ხო, მაგრამ არა. ხო და ისა ორტეგას უწევდა თუ რაღაცა და ორტეგა ჩაისმევსო 24-25 რომელიც მოდიოდა რიგით 23-ს მაშინ. ხო, 23-ს ალბათ.
არაო არაო. ჩაიცა მე ორტეგა. მარადონა მე კიდე გამოჩნდება მსოფლიო ჩემპიონატზე როგორც მწვრთნელი, მაგრამ ამ მომენტისთვის სადღაც არის წამოწოლი. ფლაშს. ან შეიძლება დაპატიჟეს კიდეც. არ ვიცი. არ მახსოვს მარადონა მაგ ჩემპიონატს. აქ ჩანს საფრანგეთის ნაკრები, რომელიც მანამდე რაღაცა ახალგაზრდული მოიგო, გალასი, ანელკა და ტიურამი თუ ანრია იქ ხალხი ჟაკეს ხელში ნაპოვნი ხალხი ჩანდა, მაგრამ მაშინ არ გადიოდა შესარჩევს მასპინძელი და ამ ხანაგურებში არ ჰქონდათ კაი შედეგები. და ის იყო საფრანგეთში რამე ისეთი განწყობა, რომ არიქარაგუნდი ყავს. ხო. ამას ვიზამთ და იმას არ იყო, იმიტომ წინა ჩემპიონატზე ბულგარეთმა საერთოდ არ იყვნენ წინა ჩემპიონატი. და ხდება აქ ორი სასწაული ხდება რა, სამი. მესამე სასწაული არის ისეთი გაგებით, სტატისტიკურ ბნელი. ზიდანი გააძევეს არაბეთთან თამაშზე და მე მგონი ზიდანი არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ორჯერ გააძევეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მე მატერაცის ამბავში კიდე ხო გააძევეს და ახაც გააძევეს და იმამდე აღარ ყოფილა ფინალამდე მე მგონი. ახსოვს არაბეთთან გააძევეს. ხო, აქ მოხდა რა დასამახსოვრებელი საფრანგეთის ტიურამმა გაუტანა 2 გოლი ხორვატიას. კი. 152 თამაში ჰქონდა ნაკრებში და არც მანამდე არც მე ერთი გოლი პირველი და მეორე გოლი გაიტანა. პირველი, მეორე და უკანასკნელი. ხო. და ზიდანმა გაიტანა 2 გოლი თავით ფინალში. ზიდანი არის მარსელის რაღაც გარეუბანში გაზრდილი და კაენში რო გადავიდა პირველად. ვარჯიშზე რაღაცა ბურთი ჩააწოდეს და ეს არც კი გაიწია თავით და მწვრთნელმა უთქვა რომ რატო არ იბრძოლებოდა ჩვენთანო თავით თამაშიო ეს მარსელშიო არ მოსულაო. არ მოსულაო. ხო და აი აქედან რამდენიმე წელიწადში ფინალში გასული ბურთი თავით და ესეთ კაც. ანუ როგორ იმუშავა კაენის მწვრთნელმა ნახე? ამ ფინალს სად უყურე შენ? ეს არის საფრანგეთი ბრაზილია. რავი, ტელევიზორში. არა. მე უყურე სოფელში ერთ მეზობელს მქონდა ფერად ტელევიზორი. აჰა. და ნახევარი სოფელი მასთან შევიკრიბეთ. ხო. მარტო მასპინძელი იყო საფრანგეთისკენ. ეს დანარჩენი ბევრი ხალხი ბრაზილიისკენ და მეც ევროპული ფეხბურთი უფრო მეყვარდა თან ზიდანი იუვენტუსი თუ რაღაცა. მე და ეს კაცი ვიყავით ბრაზილიის საფრანგეთისკენ და დადეს ნიძლავი სოფელმა და მასპინძელმა. თუ ბრაზილია მოიგებდა ამ კაცს აღარ უნდა დაელია. და თუ ეს კაცი მოიგებდა ანუ საფრანგეთი, ყველას თითო ლიტრ არაყი უნდა მიეტანა იმის. და ესე გაიმარჯვა კაი მასპინძელმა. ვერახან საქართველოში გადმოხდით, თქვათ რომ ეს არის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის შესარჩევშიც საქართველო გამოჩნდა. კი ბატონო. გვეჯგუშკა და იტალია, პოლონეთი, ინგლისი და მოლდოვა. ხო. ინგლისთან წავაგეთ ორივე თამაში, იტალიასთან იქ წავაგეთ აქ 0-0, ნიკატო გონიძე იქ კარში და არ გაუშვა გოლი და გაგვიხარდა, პოლონეთთან იქ წავაგეთ აქ მოვიგეთ 3-0 და ერთიც რო გაგვეტანა, პოლონეთსაც გავასწრებთ. ვერ გავდივდით, მაგრამ მესამეზე გავიდა. მოლდოვას მოვიგეთ ორივე თამაში. ეს იყო ერთგვარი რევანში, იმიტომ რომ წინა ევროპის შესარჩევზე ორივე მოგვიგეს. და ჩვენებმა იქ წაგება ნისლს დააბრალეს, ეს მახსოვს. ხო, და მე ეს ძველი ანეკდოტი გაცოცხლდა, რომ ისინი დურბინდებით იყვნენ, და ასევე ხან საქართველოზე გადმოხდით, თქვა რომ ზიდანი გამოჩნდა თუ ორსები წინა ევროპაზე. ხო. და ახალი ხილი იყო ქართული ჟურნალისტებისთვის და ზედანს ეძახდა ეს კომენტატორი. ზინედინ ზედანი. ამ ჩემპიონატზე იყო ალბათ ერთ-ერთი ძლიერი ჰოლანდია, რაც მახსოვს ხოლმე. კი, ვარსკვლავური ჰოლანდია, კარგად მოთამაშე ჰოლანდია, ბერკამპმა თავისი რაღაცები ჩაატარა იქ, ჯადოები, ლეგენდარული გოლი გაიტანა. ხო, და მან ვერ ხვდები რა უფრო მაგარი იყო, გოლი თუ პასი.
დებურის პასი ხო ორივე. ორივე მაგიტა იყო მაგარი კი ბატონო აქ იყო სიმეონე ბექემის ჭხუბი ოუენის ის გოლი ხო ესეთი ფრაზა მაქვს გაგონილი ბარბარიზმები ჯერ არ გამოგვიყენებია აქ მე რამდენი ვიდეო ოუენის რივოკი ვიღაცა გოგო მეუბნებოდა მამა ჩემი ამბობდა ჩემზეო რომ ოუენის რივოკი გაქვს ესე გაწონებდა თავს ხო შენი ისტორია მე ცალკეა მოსასმენი ხო კაფუ რობერტო კარლოსი არიან ბრაზილიის ფლანგები, ეგ ვარსკვლავური ფლანგი არის და მივედით კიდევ ერთ ურბანულ ლეგენდასთან, პლანეტარულ ლეგენდასთან რა მოხდა ფინალის წინ რონალდოს შემთხვევაში. შენი ვერსია რა? არ შემიწუხები ამაზე დიდხანს ფიქრით თავი. კაი, მე გავარკვიე რა მოხდა. პლანეტარული პრობლემა გაარკვია. კი. იმიტომ რომ ამაზე საკამედიებო კომისია შეიქმნა ბრაზილიაში. და ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში არავინ არ დასჭირა. ანუ მართლა ის მოხდა. ესე იგი, რობერტო კარლოსი და რონალდო იყვნენ ერთ ნომერში. ეძინათ დღისით. და რობერტო კარლოსმა შეინიშნა, რომ ძინარე რონალდო კანკალებდა. ძილში. რა თქმა უნდა, როგორც პასუხისმგებლიანმა სპორტსმენმა, მოქალაქემ და მეგობარმა გამოიძახა ექიმი და მწვრთნელი ჩააყენა საქმის ხურში. ისინი მოვიდნენ და თქვეს, რომ ეს ჯერ არ არის გაკრული ეს მაშინ ესეთი რა მწვრთნელი გამოაკრავს ხოლმე წინა დღეს ვინ არის შემადგენლობაში და ეს რომ ნახეს გამოაკრა მწვრთნელმა შემადგენლობა, რომ ჟუნინი ის არის, ედმუნდო არის იმაში. ძირითადში. ხო. ამასობაში ამან გაიღვიძა და თქვა რომ მე რატო არა ვარო და ესე აუხსნეს რომ კანკალებდი მოიცა კაცო მაგის გამო მეო კარგად ვზნო თავსო და ტესტები ამიღეთო ექიმი ხო ხარ და თუ რამე ყველა არ შეეპუა რონა მაშინ არის ხო კანკალი ძილში მე რას ვაკეთებ რა თქვი ძილი მაინც მაცადეთ აუღეს ტესტები და არაფერი არ ჭირდა მაშინ აბა ისე რაღაცა ნახა რა დაესიზრა. ნუ სტრესია რა, ხომ სოფლიო ჩემპიონატზე ხარ, ფინალი გაქვს ათამაშო, რავი, რა დაესიზრა და რავი, კანკალდა. ხო, მაგრამ ხო ათამაშეს. ნახევარ საათში ხახალდი ჩამოხია მწვრთნელმა მიაწება ახალი. ედმუნდო აღარ იყო და რონალდო იყო ითამაშა, მაგრამ რა ხან წააგეს ხო, იმას მოაბეს კუდები მე კანკალს. კუდები მოაგეს და საგამოძიებო კომისიამდე მივიდა. რომელსაც შენ გაეცანი. ისეთი ეჭვი რომ მარტო შენ გაეცანია. ამ დასკვნას. ნუ მე გავეცანი და ხა ვისაც უნდა არიან იურისტები. და ბრაზილიის ისტორიის კვლევარები, ვინც ეს ამბავი იცის. მოიგო საფრანგეთმა და აქ რა ხდება ახლა აქ? საფრანგეთის პრეზიდენტი არის ბედნიერი და ჩამოთვალა ყველას სახელი და გვარი მიულოცა, ყველა შეეშალა. არა და არ მგონია მაგთაობის ქართველ გულშემატკივარშიც კი შეიძლება არ გაგახსენდეს რომელიმე ფრანგი ფეხბურთელმა. თუ გაგახსენდა სახელი და გვარი სწორად ითქვა. ხო? ხო, თან ჩვენ ქართულს თუ შეეშლება, იმიტომ რომ ფრანგული არ იცის და რაღაც როგორ გამოითქმის. არა, მაინც არ შეეშლება რა, მაინც სწორად ითქვის. მაგთაობის საფრანგეთს ყველა ითქვის და იმანო ერთ-ერთი ვერთ. ეს პრეზიდენტმა და ოპოზიციის ლიდერი მარი ლეპენი უკვე არის. ხო. და ის საერთოდ ამ ნაკრებს დასცინოდა, რომ ეს არის რასისტულ შეფასებებს ნაზავი არის არაბულ. ხო. შავკანიანურ სომხურ ეს არაფერი საერთო ამათ საფრანგეთთან არ აქვს. მერე ინანა ჩემპიონები რო გახდნენ ეს არაპოპულარული აზრი გახდა და ფეხბურთელებმაც რაღაცები მიაძახეს და მშობლებმა ასე შემდეგ. მაგრამ მარი ლეპენის დრო რამდენჯერმე ისევ დაბრუნდება საფრანგეთში. ანუ ფეხბურთი არ არის ამ დიდი პრობლემების დამარცხების გასაღები, მაგრამ ცოტა ხანი რომ მოაკეტინო მაგისთვის მაგარი ინსტრუმენტი.
ვა, აქვე სერიოზული დასკვნა დადე ხა. ვთქვათ, რომ მეორე დღეს მაროკოელი იუმორისტი ამბობდა. რომ როგორც იქნაო არაბეთშიო, ყველა ქალს არაბი კაცები მოსწონს. ამ ზიდანის ამის მერე რა, პერფორმანსი. ასე რომ დაბრუნდა საფრანგეთში, ეს ფრანგული ფეხბურთი დაუპირდით ხალხს მოგიყვებით თქო, მაგრამ გამოირჩეოდა სიჭრელით. როგორც ეს ნაკრები იყო ჭრელი, ისტორიულადაც ასევე ჭრელი იყო, აქ იყვნენ პოლონელები, აღმოსავლეთ ევროპელები, აფრიკელები, არაბები, თვითონ ფრანგები, იტალიელები, პლატინი, სომხები, იტალიელი, სომხები, ის რაიმონ კოპა, რომელიც თავის დროზე ის იყო გუნდის ტვინის კოპაევსკი თუ კოპაშევსკი იყო პოლონელი და ასე შემდეგ და ასე. და საფრანგეთმა როგორც იქნა დიდი ხანი იყო არ მოეგო ახალ გუნდს რა 78-ის არგენტინამ რომ მოიგო მერე მოიგო 20 წლის მერე საფრანგეთი და მერე კიდე კაი ხანს უნდა ველოდოთ სანამ კიდე ახალი ქვეყანა მოიგებს ეს იქნება ესპანეთი რომლამდეც ჯერ კიდე გველოდება 2002 წლის და 6 წლის მსოფლიო ჩემპიონი. მუნდიალები. მუნდიალები. კარგი ბიჭი ხარ. დროებით.